მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე. დღეს შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკას კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან ფოლკლორული ანსამბლ დიდგორის წევრები და ხელმძღვანელები ბატონი ნიკა ივანაშვილი და ბატონი გივი აბესაძე. თქვენ არ გჭირდებათ განსაკუთრებული წარდგენა ტელემაყურებელს არ გჭირდება ანსამბლ დიდგორის, იმიტომ რომ მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, უკვე არის საკმაოდ სტაჟიანი ანსამბლი, დამსახურება ბევრი აქვს მას, უამრავ კონცერტში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ფესტივალებზე, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ, ტელეშოუებში, ინტერვიუებში, ასევე მასტერკლასების ჩატარებაში, მოკლედ ფართოდ ცნობილი და აღიარებული ანსამბლია უკვე და მაინც ალბათ არის დარჩენილი გარკვეული კითხვები მათთვის, რომელზე პასუხიც ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი მაყურებლისთვის. ახლა მაყურებელი კადრში ხედავს ამ ანსამბლის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ამომწურავად არის მოცემული მათი ბიოგრაფია, შემოქმედებითი ცხოვრება, მათი ინტერესები და მომავლის პერსპექტივებზეც არის ნათქვამი, მაგრამ მაინც აი ერთი შეკითხვით, ეხლა მე მინდა გადავიდე ანსამბლის ლოტბართან, ბატონ ნიკასთან შეკითხვით. მოგესალმებით, ბატონ ნიკა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისთვის და ეს ჩემი შეკითხვა იქნება ალბათ ძალიან ნიუანსობრივი და საინტერესო იმ მხრივ, რომ თქვენ აი ასეთი უკვე ცნობილი ანსამბლი ხართ და ძალიან დიდი გზა გაქვთ გამოვლილი. ეს არ იქნება ბანალური შეკითხვა, აი ვის მიიჩნევდით თქვენს მასწავლებლად, პედაგოგად, როგორც ფიზიკური სახით, შეიძლება ის ადამიანები, ის მომღერლები დღეს აღარ არიან ცოცხალი და მიეკუთვნებიან წინა და წინის წინათაობებს და აი თქვენ განსაკუთრებით ვის მიიჩნევდით, რომ აი ვისგან ისწავლეთ და ვინ გაძლევთ ამ სულიერ სტიმულს და შემოქმედებით სტიმულს. მოგესალმებით პირველ რიგში კიდევ ერთხელ. მეც და ალბათ ჩვენი გუნდის ყველა წევრი ამას ეს აზრი მოუვა ყველას ალბათ პირველად თავში, რომ ჩვენი მთავარი მასწავლებელი არის მაინც ძველი ჩანაწერები. რა თქმა უნდა, არ გამოვყოფთ ესე რომელიმე კუთხის, რომელიმე გვარის წარმომადგენლებს, ალბათ ყველა ერთად აღებული არის ის საგანძური, რაც ასაზრდოებს ჩვენ და ჩვენაერ გუნდებს. დიდგორს და სხვა გუნდს, ვინც ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერას, ალბათ გამორიცხულია, რომ აი ამ ასე ვთქვათ, საგანძურის გარეშე შეძლოს იმ ასე ვთქვათ, იმ ხარისხით და იმ მანერით მღერა თუ არა მოუშვეთ მათი მოსმენა და მათგან სწავლა ძველი ჩანაწერებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყავდა ასე ფიზიკურად მასწავლებლები სხვადასხვა ვიტყვიური სიტყვით, რომ ჩვენ 2003 წლიდან 3-4 წლიდან დავიწყეთ შეკრება ანსამბლ ქართული ხმების სოლისტი გახდა ბატონ გურამ თამაზაშვილი. მის სტუდიაში შევიკრიბეთ, იქ ავიდგით ფეხი, ყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი ლევან წიტაიშვილი და ასე შემდეგ. ბევრი ადამიანი არის ამ საფუძვლების ჩაფრის პერიოდში ჩვენი ასე ვთქვათ მასწავლებელი გახდათ ბევრი ადამიანი. თუმცა მე ეტაპობრივად ალბათ როდესაც რაღაცა როგორ დავყვა ანაბანას საყოველთაოდ რო სწავლობს უკვე ხალხურ სიმღერას, მე განვითარების გზა სხვა არ არის თუ არა ძველი ჩანაწერები და მათი სმენა და იმ სულის ხასიათის, იმ სურნელის შესრულების ტექნიკის და სხვა ყველაფრის შემეცნება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ალბათ ძველი ჩანაწერებისგან. აი ერთი შემხედრი შეკითხვა კიდევ. თუ დადიხართ მოგზაურობთ თქვენ არა მხოლოდ იმ მიმართებით, რომ თქვენ ატარებთ დაუშვათ მასტერკლასებს რეგიონებში უკვე არსებულ ანსამბლებთან, აი თქვენ თუ გადიხართ, თუ არის კიდევ დღეს ეს კულტურა, ავთენტური შემსრულებლები, მომღერლები ღრმა სოფლებში, ვისგანაც თქვენ კიდევ ისწავლიდით, როგორც ცოცხალი შემსრულებლებისგან, თუ არის შემორჩენილი ეს ჯერ კიდევ? ჩვენ
პირდაპირ თქვათ ესე არ ვეწევით ამ საქმიანობას მასშტაბურად რომ თქო ჩავიწეროთ ესე აი ეს ფუფუნება არ გვაქვს ხოლმე თუმცა ცხოვრების სხვადასხვა როგორც მოგახსენეთ ჩვენ თითქმის 23 წელია რაც ერთად ვარ და ამ პერიოდში სხვადასხვა ეტაპზე ქონია ძალიან ახლო და უშუალო შეხება ბატონ ბოლშევიკ ხუბულავასთან იქსი ხარულიძეებთან კახეთში ანდროს იმაშვილთან და სხვადასხვა იმ ვთქვათ რომ დიდ მომღერლებთან რომელსაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ეს დღესდღეობით ჩვენ შეიძლება გვიწევს ხოლმე მაგალითად სამეგრელოში ქონდა აბაშაში სულ ახალხანს კონცერტი და იქ აუგუნდთან ერთად ვიდექით სცენაზე და ეს ძალიან სასიხარულო იყო. აგერ სულ ორ კვირაში კახეთში გვაქვს და იგვილი ტურნე და იქაც ადგილობრივ გუნდებთან ერთად გავიზიარეთ სცენას და ეს სულ ესე ხდება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ რეგიონებში მაქსიმალურად ასე ვთქვათ ცდილობენ ინარჩუნებენ ტრადიციას და სასიმღერო კულტურას და ჩვენ მათქონდა ეგრეები. აი პარალელურ გავავლოთ ვთქვათ ქართული ცეკვები მოგეხსენებათ ესეც როგორი საგანძურია და თვალუწვდენელი სფეროა ჩვენი კულტურის სიმღერები და ცეკვები. აი რეგიონებში როგორ ვთქვათ რომელი უფრო განვითარებულია, პოპულარულია, სად უფრო იუტვიან ასე ვთქვათ სიმღერისკენ თუ პოპულარობას შეეხება ალბათ სიმღერაზე მეტად პოპულარულია ცეკვა რა თქმა უნდა გამომდინარე იქიდან რომ სანახაობაა პლუს ის არის რომ არდა ბავშვი დაკავებულია ფიზიკურად და ფიზიკურად განვითარებას ხელს უწყობს არ ვაკნინებ რა თქმა უნდა ქართულ ცეკვას ვამბობ რეალურ მიზეზებს თუ რატომ შეიძლება იყოს ცეკვა უფრო პოპულარული ვიდრე სიმღერა და ასევე სიმღერას ალბათ გაცილებით დიდი დრო ჭირდება იმისთვის რომ სრულ იმღეროს ადამიანმა გაცილებით მეტი ვარჯიში ჭირდება კულტურას საერთოდ დიდი დრო ჭირდება დიახ რა თქმა უნდა და გაცილებით დიდი დრო ჭირდება გაცილებით მეტი ჩართულობა ჭირდება გუნდურობა ჭირდება და ასე შემდეგ ბევრი მიზეზია ერთი სიტყვით. აი ხლა ასეთი აზრი დამებადა. თქვენ უკვე საკმაოდ ღვაწლმოსილი შეიძლება ითქვას მართლაც, იმიტომ რომ ბევრი გაქვთ გაკეთებული ქართული სიმღერის გაცოცხლებისთვის, გაცოცხლება ქვია იმ ძველი მასალებიდან, ძველი ჩანაწერებიდან ამოღებას და გაჟღერებას ეს გაცოცხლება, აგრეთვე პოპულარიზაციის ცუდი სიტყვა კი ეს პოპულარიზაცია, მაგრამ განვრცობისთვის ის რომ აი ყოფაში იყოს და ცოცხლად იყოს. იმდენი გაქვთ უკვე გაკეთებული, რომ თამამად შეიძლება თქვენ აკადემიური ანსამბლის სახელით მოგენიჭოთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ 20-23 წელი ეს არის უკვე საკმაო გამოცდილება იმისთვის, რომ დაინახოს საზოგადოებამაც და დაინახოს ხელისუფლებამაც თუ რა მასშტაბის სამუშაოა გაწეული თქვენს მიერ და დამსახურებები. აი ახლა შემხედრი შეკითხვა მებადება ასეთი. თქვენ აი ასე ზრუნავთ, ამდენ ზრუნავთ. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი ზრუნვა მხოლოდ კონკრეტული კონცერტების მსმენელთა აუდიტორიით უნდა შემოიფარგლოს თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ უფრო უნდა გავრცობილი იყოს, იმიტომ რომ აი ახლა თქვენი შენ გივი რომ ცეკვა უპირატესია და ეს გამოკვეთილია. უპირატესია მე უფრო გულისხმობ რომ პოპულარობის. ხო, აი ეს ანუ უპირატესობას ანიჭებენ. ამას სჭირდება აგრეთვე საოჯახო ტრადიცია ადრე ჩემ დროს, ჩემ ბავშვობაში არსებობდა ოჯახური მუსიცირება. ხო, ჩვენ ყველა მღეროდით, ხო? ჩემი მშობლები მუსიკალური განათლება არც ერთს არ ჰქონდა, მაგრამ ფლობდნენ ინსტრუმენტებს და ხალხურ ინსტრუმენტებს, ბანდურ შესანიშნავად ჩემი ბაბუაც და სხვათა შორის ცნობილი ლოდბარი და სვანური სიმღერის შემსრულებელი ილია ფალიანი მამაჩემი ბიძა იყო და აი ეს საოჯახო ტრადიცია იყო. აი ოჯახი
ხის ტრადიცია აღარ არის ეს მუსიცირება და იკარგება ყოფაში. ჩვენ მთავარი მიზანი, ანუ კულტურა რა არის? კულტურა არის ის, რომელიც არის მუდმივ ცოცხალი და ყოფაში მოქმედი. და აი ყოფაში რომ არ მოქმედებს, განა აი ამისი გარკვეული ლომის წილი არ მიუძღვის, თქვათ, აღზრდა განათლების სისტემის პასიურობას, ასე დავარქვათ, თუ შეიძლება გაუთვით ცნობიერებლობას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის სულიერ, მორალურ, კოგნიტურ, სხვათა შორის, მენტალურ და ინტელექტუალურ აღზრდაში და გაზრდაში რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენ ენით აუწყელ პოლიფონიურ მღერას. ნუ თუ ეს გაუთვით, აი რა არის იმის მიზეზი, რომ დღემდე ამან ვერ მოიკიდა ფეხი მღერამ და ჩვენი ქართული პოლიფონიური სიმღერის კულტივირებამ, ასე ვთქვათ, საშუალო სკოლაში. აი ამ რა ну თვითონ ეს სისტემის და ზოგადად ალბათ სამინისტროს და განათლების სისტემის კუთხით უნდა დაიშვას ალბათ ეგ კითხვა მე სამწუხაროდ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ ალბათ მაგრამ ჩემი აზრით ზოგადად რა თქმა უნდა ჩემს ბავშვობაში მე მახსოვს რომ გუნდები იყო ანსამბლებში სკოლებში ანსამბლები იყო ну შეიძლება სუფთა ხალხური არ ყოფილიყო ეს ანსამბლები მაგრამ ხალხურიც იყო და კონკურსებზეც დავდიოდით მეც ვიყავი ამ გუნდის არის თერაპიულ აი მაგრამ ჩვენ ამას ვღეროდით გუნდში და ეს გავს ორბაშუა ძველი ძველად კი ბატონო და ზეიმები იყო სკოლაში მეც აი ზეიმები იწყებოდა ხოლმე და ცანგალა და გოგონა და რაღაც იმენ სუმღერა ეს იყო დღესდღეობით შეიძლება განათლების სისტემაში არ არის სიმღერა წარმოდგენილი მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ აი ფოლკლორის ცენტრის საალტმანო სკოლები არსებობს რეგიონებში დაახლოებით 53 რაიონში მოქმედებს რამდენი სკოლა მოქმედებს 53 ან 45 ზუსტად ვერ ვიხსენებ საქართველოს მასშტაბით თბილისის გარეთ კი ბატონო და ეს ფასიანი სკოლები არა უფასოა ეს სახელმწიფო პროგრამაა და აი შემდეგ უკვე ახალგაზრდა ლოტბარები მათ შორის ჩვენი გუნდის წევრიც გიორგი არახამია ჩხოროწყუში ასწავლის და არის ეს საშუალება რომ სურველებს რეგიონებში აქვთ უფასო საშუალება რომ ის შეისწავლონ ხალხური სიმღერა თუმცა ეს სისტემაში ეს არ არის ასახული არ არის სისტემაში და სწორედ ეს არის კლას გარეშე ესე ვთქვათ და კლას გარეშე კუთხით და თუ შევაფასებთ ამ სამუშაოს ძალიან დიდი სამუშაოები კეთდება ამ კუთხით ამ ბავშვებს შემდეგ კონცერტებიც აქვს და ბევრი აქტივობები აქვს მე თვითონ მუშაობ სახელმწიფო ცენტრში და შესაბამისად მაქვს ეს ინფორმაცია და ვისაც დაინტერესებულია შეუძლია თვალყურით ადევნოს ეს Facebook გვერდით იქნება თუ ასე შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებები ყოველთვის იმართება თუმცა სასურველი იქნებოდა რა თქმა უნდა რომ ეს განათლების სისტემის ნაწილიც იყოს აქტუალურია სასურველი კი არა მე ვფიქრობ ეს აქტუალურია უფრო მეტ ბავშვს იქნებოდა უკვე თვითონ სკოლის გარემოში სავალდებულო არ არის. აი მე ერთ მაგალითს ვიდოდ ბოდიში. ნუ სიმღერა სავალდებულო ცოტა გაჭირდა. არა, სავალდებულო ხარ, არც ერთ წამას არის. თასმენის განვითარება არ არის. წამას არის ბავშვი თუ არ უნდა ხო დავალდებული იყოს. მე მგონი პროგრამის ნაწილი რომ იყოს და ერთ კარგი მაგალითი არ დავასახელებ კონკრეტულად ერთ კერძო სკოლაში, ნუ ჩემი შვილი სწავლობს და მთხოვე მისი მასწავლებელია საკმაოდ ისეთი რაღაც კულტურული ქალბატონი და აფასებს ამ ყველაფერს და იცის ჩვენს შესახებ ღერით თხოვე გივის და გიორგი არახამია ასე რაწერან და მივედით ბავშვებს მე-4 კლასის ბავშვებს უმღერეთ ნახოთ 6-7 სიმღერა არ მახსოვს აი სრულად წარმოუდგენლად რომ მივაჩნდა რომ აი შეიძლება ვერც გაიგონა ბავშვებს და ჩვენ ბავშვებთან მორგებული ეს კი არ ვიმღერეთ რომ კარგად ჟურნალ წვიმად და წვიმობები და ამას რამე სულში კარგია ესეც მაგრამ ზედ ზოგადად ხალხური სიმღერები მოვასმენთ აი რა ვიცი ესე იგი გივის ჩაეხუტნენ ერთი 30 ჯერ გივი არის თავარი სოლისტი ჩვენ და ესე იგი ბავშვები უბრალოდ გვეხუტებოდნენ ნახევარი საათი სიხარულისგან და მე
შემოგვითვალეს რომ იქნებ კიდევ მოხვიდეთ და ეს ანუ იმის თქმა უნდა რომ სურვილი და დაინტერესება რეალურად აქეთ მხარესაც არის და აქეთ მხარესაც არის რომ ვინც ამას უნდა ხელი შეუწყოს და თავი მოაბას სისტემაში მოიყვანოს აი ყურეთ ახლა ვერ დააძალებთო ჩვენ ეს თქვით იმიტომ რომ შეიძლება არა აქ ყური არა აქ წმინდა მაგრამ ამისი განვითარება ხდება სკოლამდელი ახსნა განათლების საფეხურზე ჯერ კიდევ იმიტომ რომ სწორედ იქ ხდება რიტმიკის და აუცილებელი საბაზო ჩვევების სმენითი ანალიზის თქვათ ვოკალიზაციის აი ამ ჩვევების ჩანერგვა ჯერ კიდევ ხდება აი ამ ადრეულ ეტაპზე ისე რომ ბავშვი სკოლაში რომ მიდის და მას იქ შესაბამისი გარემო დახვდეს რომ შესაბამისად უკვე უფრო მაღალ ეტაპზე განავითაროს ხო დაუშვათ იყოს ეს გუნდი პირველ კლასში იყოს გუნდი რომელიც გუნდურ მუშაობას უმუშავებს ყურადღების კონცენტრაციას, უმუშავებს კოგნიტურ უნარს, აი რა ბგერა უნდა წარმოთქვას ბავშვი ამას ანიჭებს ყურადღებას, თქვათ პირი როგორ გააღოს, რიტმიკის უნარებს და ეს არის იმდენად ჰარმონიული და კომპლექსური ჩვევები, რომ მე ვფიქრობ, რომ ამაზე ღირს ალბათ რომ განათლების სისტემის წინაშე რაღაცნაირად წარმოიჭრას ეს თემა, მიტანილი იქნეს, რომ ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის საბავშვო ბაღიდან საშუალო სკოლის დასრულებამდე ჩვენ მივიღოთ ესეთი ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება. აქვე დავამატებთ რომ შეიძლება რომ ჩვენ ბელგიაში ვიყავით ევროპალია იმართება ყოველ წელიწადს ესეთი დიდი ფესტივალი და ერთ-ერთი წელი დაეთმო 3 წლის წინ თორსები დაეთმო საქართველოს და ჩვენ გავიმართლა ჩვენს გუნდს და იყო იმ ანსამბლებს შორის რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა წარადგინეს ამ ფესტივალზე და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავიმართლა, იმიტომ რომ ჩვენ ჩავერთეთ პროექტში, რომელიც ბელგიის საჯარო სკოლებში წარადგენდა ქართულ ხალხურ სიმღერას. და ეს მხოლოდ ჩვენთვის არ გაკეთებულა, ანუ არის ორგანიზაცია, რომელიც ბელგიის სკოლებისთვის აწყობს მსგავს ღონისძიებებს და მას მთელი მსოფლიოდან აცნობს ესეთ ხალხურ მუსიკას, იქნება ეს თუ კომპოზიციებს და ასე შემდეგ. სხვადასხვა კოლექტივები ჩაყავს და დაატარებს სკოლებში, სადაც აქვს შეხვედრები ბავშვებთან, ძალიან საკმაოდ დიდი დარბაზები იყო, მათ შორის საბავშვო ბაღშიც ვიყავით, სკოლამდელ აღზრდის ესე ვთქვათ დაწესებულებაში და ნუ წარმოსხელი შთაბეჭდილება დატოვა, როგორ ისმენდნენ ეს ბავშვები, რა კითხვები ჰქონდათ, აი საოცარი კითხვები ჰქონდათ, რომელზეც პასუხებს მოზდილებს იწვევენ თუ საბავშვო ანსამბლები შეიძლება რომ ჩავა. ეგ არის ჩვენ შემთხვევით ჩვენ მოზდილები ვიყავით. კი ბატონო. აი ხა აი განათლების სისტემაზე ვსაუბრობდით და აგრეთვე მსმენელის ნაკლებობაზე, ნუ სანამ გადაცემა დაიწყებოდა თქვენ გულისკევილით აღნიშნეთ, რომ მსმენელი იკარგება, ნელ-ნელა მსმენელს კარგავს, აუდიტორიას კარგავს ჩვენი ენითაუწყებელი საგანძური ტრადიციული პოლიფონია. აი მე ხა მაყურებლისთვის დავაანონსებ ალბათ ამას, როგორც ნიუსს ისე ვიტყვი, რომ თქვენ ახლა ღებულობთ მონაწილეობას ერთ შესანიშნავ პროექტში, სრულიად უნიკალურ პროექტში, რომელიც საზოგადოება ერთსულოვნება საქართველოსთვის საზოგადოების მიერ და კულტურის სამინისტროს ჩართულობით, ასევე აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით, აი ახლა ხორციელდება ეს გახლავთ საიტის შექმნა პოლიფონიური სიმღერის საყოველთაო ციფრული თვითმასწავლებლის, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს, პროფესიონალს, არაპროფესიონალს, ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს და შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. ანუ ეს არის სრულყოფილი სერვისი, სადაც დაშლილია სამი ხმა ვიზუალურად გამოსახული, სადაც ხდება ცალკეული ხმების გათიშვა, ერთი ხმის დატოვება, ორი ხმის გათიშვა, ფრაგმენტაცია, მარცვლის, ფრაზის და სტროფის დონეზე და ძირფესვიანი შესწავლა და ამის შემდეგ უკვე საკუთარი ჩანაწერის გაკეთება შეუძლია, რომ იმღეროს თვითონ მომღერლის სტუდიური ჩანაწერის ორ ხმასთან ერთად და მერე მოусმინოს, აი როგორ იმღერა თვითონ იმ ორ ხმასთან ერთად. ფაქტიურად ეს არის აბსოლუტურად სრულყოფილი თვითმასწავლებელი, გარდა იმისა, რომ საიტზე ასახული იქნება
ეს ბიბლიოგრაფია რაც კი არსებობს ქართული ხალხური სიმღერის შესახებ დაწერილი სამეცნიერო სტატიები, კვლევები, ნარკვევები, წიგნები აგრეთვე საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ მდიდარი ფოტომასალა და აგრეთვე აკადემიური ტექსტები და ასევე კონკრეტული სიმღერის წარმოშობის წყაროს ეთნოგრაფიული კუთხის და შესრულების წესის და რა თქმა უნდა მომღერლების შესახებ, რომლებიც ბრძანდებით თქვენ და აი ასეთ სრულყოფილ პროექტში მონაწილეობის მიღების შანსი განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ ერთსულოვნება საზოგადოებისათვის ორგანიზაციის და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება უბრალოდ და ჩვენ გვექნება ოქტომბერში უკვე დაგვირგვინება ამ პროექტის სადაც გეპატიჟებით თელს ანსამბლს რა თქმა უნდა პრეზენტაციაზე თუ კიდევ არის თქვენგან რაიმე სურვილები რაც შეიძლება რომ გავაჟღეროთ თუ შეიძლება გითხარით გავუარეთ შეიძლება არის ის რომ პოპულარიზაცია არ არის ერთჯერადი ესე ვთქვათ აქტი ეს არის გააზრებული და ორგანიზებული ქმედებები რომელიც თუ გვინდა რომ ხალხური სიმღერა უფრო პოპულარული გახდეს უფრო მეტ ადამიანთან მივიდეს ამას მხოლოდ ანსამბლი დიდგორი არ მხოლოდ ერთი პროექტი ამას ვერ მოახდენს რა თქმა უნდა ეს არის შეთანხმებული ესე ვთქვათ დიდი გეგმა რომელიც მრავალ წელზე უნდა იყოს გაწერილი და უნდა ითქმებოდეს ქმედითი ნაბიჯები ყოველდღიურად ამისთვის. დაწყებული საახალწლო კონცერტებიდან თბილისობა იქნება, დიდი ღონისძიებები იქნება, დამოუკიდებლობის დღე იქნება, სადაც თითქმის უკვე აღარ ჟღერს ქართული სიმღერა და ქართული ხალხური სიმღერა და შემდეგ უკვე როგორ თქვა, ძალიან ბევრი კოლექტივი არსებობს, კერძო კოლექტივი, რომელიც უბრალოდ აწვია ჩოხა და მღერის სულ სხვა სიმღერას. ნუ გასაგებია რომ ჩოხა არ არის სიტყვაზე ვთქვათ ფეხბურთის მაისურივით, რომ განისაზღვროს რომ აი ფეხბურთელს აწვია ფეხბურთელის მაისური და თავისი უნიფორმით თამაშობს ფეხბურთს. და ეს არ დაუდგენია არავის ესე, მაგრამ ტრადიციულად მაინც შეხედულება ხალხში არის რომ ქართული ხალხური სიმღერა სრულდება ჩოხიანი ადამიანის მიერ. კი ბატონო. ნუ შეიძლება ესეც არასწორია და შიგადაში მაისურებითაც უნდა მიმღეროთ ამ უფრო ხშირად. გააჩნია მაგრამ რადგან ეს შეხედულება არსებობს და ჩვენ ვხედავთ რომ აი ჩოხიანი ადამიანი ხან საოპერო არიებს მღერის, ხან გიტარით მღერის, ხან არ ვიცი რასაც უნდა იმას მღერის, ხო? შესაბამისად იქნება ცრუ წარმოდგენები საზოგადოებაში მასაში უგულისხმობ. ვინც ერკვევა იმას არ უგულისხმობ. აი მასაში იქნება ცრუ წარმოდგენა, რომ აი ესეც ხალხური სიმღერაა. ხო? ხშირად ბევრი გამოკითხვა მინახ, ჩვენც ვიყავით ერთხელ გამოკითხვის ნაწილი და აი გადაცემაში ვიჯექი და ადამიანს ეკითხებიან, რომ აი ჩამოსულთაგან რომელია ხალხური სიმღერა და უმეტესობამ აირჩია ჩიტო გრიტო. ცნობილი კინოფილმიდან. იმას თავისი ადგილი აქვს, კარგია ჩიტო გრიტოც. თქო, ცუდიაზე და კარგზე აღსაუბროთ. აქ არის საუბარი განსაზღვრაზე, რა არის ხალხური სიმღერა, რა არის კომპოზიტორის სიმღერა, რა არის კალაკული და ასე შემდეგ. და ამის აღრევა იმდენად ხშირად ხდება, რომ აი ძალიან რთულია ამასთან ბრძოლა კონკრეტული ერთი ანსამბლის პრიზმიდან თუ დავიღოთ. აი ერთ დავამატებ, ნახეთ რომ ესე იგი ჩვენს როდესაც ვიწყებდით ამ ქართულ ხალხური სიმღერის მღერას, რომ აი მოყევი ისტორია, ბატონ გურამ თამაზაშვილთან შევიკრიბეთ სტუდიაში და თავიდან დავუშვეთ აი ეს კომპოზიტორების სიმღერები, ეს კარგუჩი წამაიყვანეს. რაღაცა ესეთ სიმღერები გვეგონა რომ იყო ყველაზე კარგი. ნუ იმიტომ რომ რაღაც ალბათ როგორც მათემატიკას სწავლობსა და მეჯერ არითმეტიკი, შემდეგ ამით ხო მიდის ბოლოს რაღაც უმაღლეს. ალბათ ესე არის ხო ქართული ხალხური სიმღერაც რომ რაღაც ნაბიჯი და მივიდეს ამამდე. და ზუსტად იმის თქმა მინდა გივირასაც ამბობ ჩვენ იმ 90-იან წლებში და რომ მანამდე კიდევ უფრო მეტად ხო ხდებოდა რა თქმა უნდა რაღაც კუთხით პოპულარიზაცია გაცილებით მეტად და ამის საშუალება იყო გაცილებით ნაკლები. დღეს
სოციალური სივრცე, ტელევიზია, ის რამდენი ტელევიზია, მაშინ იყო 2 ტელევიზია, სულ 3 და თუ გახსოვთ მანსონ ქართული ხმების შესახებ ფილმები იყო, კი იქ ისეთ სიმღერაც იყო ისეთ, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი იყო. იქ ბატონ თემურ ქემხიშვილის სატელევიზიო გაკვეთილები ტარდებოდა. იქ სხვა. ძალიან საინტერესო იყო ეს და იყო რაღაცა ასე ვთქვათ საზრდო ამ კუთხით, კულტურული საზრდო, იმ და საზოგადოებაში რაც ამის სურვილი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ დღესაც არის ანუ დიდი სურვილი საზოგადოებაში, იმიტომ რომ ამას ყველა მაგალითი ამას მოწმობს, უბრალოდ ალბათ რაღაც ნება არ არის და აი ამ ნების გაჩენაზე ვიზრუნოთ ალბათ იმ ხალხში, ვისაც ხელეწიფება რომ ეს დაავლა. ეს პირველ რიგში არის კულტურისა და განათლების მესვეურების გადასაწყვეტი, მათ ყურამდე აუცილებლად უნდა მივიდეს განსაკუთრებით განათლების სფეროს. და აი ეს მომზადება უნდა დაიწყოს სკოლამდელი აღზრდის სისტემიდან, საფეხურიდან და მერე უნდა გაყვეს წითელი ხაზივით, მიყურეთ მე-10 კლასის ჩათვლით მუსიკა არის სავალდებულო საგანი. სავალდებულო, არჩევითი კი არა, სავალდებულოა. და ჩვენ საბოლოო ჯამში 10 წლის სწავლის მანძილზე მე-10 წელიწადს ვღებულობთ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მუსიკალური ფრაზის წამღერება, რომელიც ყურით ვერ განსაზღვრავს მუსიკას, აქვს არიტმია, რიტმში საერთოდ არ მოქმედებს, ვერ ერკვევა, მაშინ ისმის კითხვა, რისთვის იყო ეს 10 წლიანი პროგრამა, რაზე იყო გათვლილი, როცა ის საგნის მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს, არათუ იმას, რომ ამ საგნის შესწავლით კომპლექსურად ყველა საგანთან ერთად ჩამოყალიბდეს როგორც სრულფასოვანი პიროვნება, ინტელექტუალური შეიძლება რომ ამ მუსიკის გაკვეთილებზე მოიწვიონ ანსამბლები სხვადასხვა. ეს შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში უნდა ის ეროვნული სასწავლო გეგმა სტანდარტი, რაც არსებობს, ხო? აი, იქ ის მაქსიმალურად უნდა იყოს მისი რესურსი გამოყენებული და გახსნილი და ამისთვის აუცილებლად ალბათ ისეთმა ადამიანებმა, როგორიც თქვენ ბრძანდებით, როგორიც ჩვენ ვართ, ვისაც გული შეგვტკივა, ალბათ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვახდინოთ მიტანა ყურამდე ხელისუფლებასთან და შესაბამის განათლების სისტემასთან. აი, ეს პირველი წინაპირობა, რომ საზოგადოება ერსუს ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის. აი, ამ საზოგადოების ასეთი საოცარი ინიციატივა იყო და საოცარი შემართება, რომ პირველად იქნება სრულყოფილი საიტი ქართული პოლიფონიის შესახებ, ამომწურავი და ყოველმხრივად დამაკმაყოფილებელი პროგრამული უზრუნველყოფის თვითმასწავლებლის მეშვეობით ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ეხლა დგავს საზოგადოება ერსუ და ამას მოყვება შემდეგი ნაბიჯებიც გავერთიანდეთ ერთად და ჩვენ შეგვიძლია ერთად ეს პრობლემა გადავჭრათ ალბათ და ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას მოუაროთ მივხედოთ და გავხდეთ ღირსეული მემკვიდრეები და ღირსეული გადამცემები მომავალი თაობებისათვის ამ მემკვიდრეობებს. ეს არის ნამდვილად უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მომბრძანებისთვის, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, წარმატებებს გისურვებთ. ვემშვიდობები ტელემაყურებელს მომავალ შეხვედრამდე ერთად ვზიდოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ღირსეულად.